მიღწევას მიწებისთვის. სახით როგორია თავდაცვის მინისტრის მოადგილის რეაქცია. პირველი რაც მინდა გკითხოთ, გუშინ კავკასიას თუ უყურეთ ტელეკომუნიკაციას. საღამოს ეთერში გავიდა რეპორტაჟი და მანამდე ამ გადაცემაში ქონდა ჩვენ საუბარი იმ თაობაზე, ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციამ მოიპოვა ინფორმაცია და ამას დაყრდნობით იყო რეპორტაჟი, რომ იმ დროს, როდესაც ქვეყანაში მიდიოდა ომი, თქვენ და რამდენიმე მაღალჩინოსანი გენერალური შტაბის თავდაცვის სამინისტროს იყავით დაკავებული ტაბახმელაში მიწის გადაფორმებით და აჩვენეს კიდეც რეპორტაჟში იყო ნაჩვენების შემოღობილი ასე ვთქვით, რომელიც ომის დღეებში მიმდინარეობდა ამის გადაფორმება. თქვენ ეს ტყუილი ინფორმაცია არის. ჩემის აზრით ამ გადაცემაში ჩვენ ვისაუბროთ იმ სიტუაციაზე, რაც არის დღეს უსაფრთხოების გარემო, როგორც არის საქართველოში და რა ხები არსებობს ამის გადაჭრის, ხოლო რაც შეეხება ჩემ ასე ვთქვათ, პირად ფინანსურ თუ ეკონომიკურ მდგომარეობას, ამას არეგულირებს კანონი, არის დეკლარაციები, რომელსაც ყველა სახელმწიფო მოხელე ავსებს. ნებისმიერ ვისაც აქვს სურვილი მიიღოს ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხი, შეუძლიათ ნახონ, იქ ყველაფერი არის ასახი. საჯარო ესტრიდან იყო ამოღებული მონაცემები და იქ იყო დაფიქსირებული 5-დან 25 აგვისტომდე თქვენი პირად წარმომადგენელი იყო დაკავებული მიწის გადაფორმებით. ადასტურებს თუ არა ამ ინფორმაციას ამას გითხრათ? 2 წლის წინანდელი შენაძენი არის ეს ჩემი, რომელიც დაამომწონს, თუმცა სხვა დეტალები უკვე შეგიძლიათ კიდევ ერთხელ ვიმეორებ გადაამოწმოთ სადეკლარაციო ბიუროში, ეს ყველაფერი არის დეკლარირებული. ჩემი სურვილი იქნება, რომ ჩვენ უფრო შინაარსობრივ საკითხებზე ვისაუბროთ და არა ესეთ საკითხებზე. რადგანაც მაყურებელს ალბათ უფრო ეს აინტერესებს. რა თქმა უნდა, შინაარსობრივზე ვისაუბროთ, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მაყურებელს აინტერესებს, არის უცნობი ჯარისკაცები, რომლებიც დღემდე ვერ არის დადგენილი, ვინ არიან ისინი, ვერ ამოიცნეს ოჯახებმა ასე შემდეგ. მაგალითად, ეხლა გუშინ დელეთერს არ შემიძლია დაუბრუნდა, ვინაიდან განვითარება ქონდა უაღრესად საინტერესო დღეს დილით ამ ყველაფერს. გუშინ ჩემი კოლეგების ნანა ლეჟაოს მიერ მომზადებულ ერთ-ერთ რეპორტაჟში პროფესორ თამარ ბუხაძის იყო ნაჩვენები, კადრები, რომელიც მე მანამდე არ მინახავს, ტყვეები, დაახლოებით 8 ტყვე იყო თუ ორსები, ოსების ალყაში და რაღაც ოსური საუბარი ისმოდა იქ. და ამ კადრებში ერთ-ერთი ამოიცნეს დღეს დილით კავკასიაში მოვიდა ანწუხელიძე, ასეთი სახელის ბიჭი 4 ბრიგადის 51 ბატალიონის. რა მინდა თქვა, ამ რეპორტაჟიც იყო ხაზგასმული, ბევრი საყვედური იყო თვითონ იმ უზოუკლოდ დაკარგული ჯარისკაცის მშობლების, რომ თავდაცვის სამინისტროში მათ არავინ ეკონტაქტება, გივით არ გამოდის კომისიაში წვეთა გასვლის, არავინ ეკონტაქტება. აი ამ საყვედურებზე რა სიტყვაზე, ადას ვთქვათ იმაზე, რომ უცნობი ჯარისკაცები კვლავ რჩება და ამოუცნობ. და ის რომ კავკასიაში ძალიან აქტუალური თემა არის ეთანხმებით, ეს კონკრეტული გვარი ჩვენთვის ცნობილია და ამ საკითხზე მუშაობთ, ეს თემა გავყოთ ორ ნაწილად. პირველი, რაც შეეხება ზოგადად ოჯახებს, ანუ რომელთა ჯარისკაცებს, რომელთა ოჯახები არიციან ჯერ სტატუსი თქვა გარდაცვლილია ეს ადამიანი თუ დაკარგული უზოუკლოდ, ჩვენ გავატარეთ ძალზედ ფართო ეკონომიკური, ფინანსური დახმარების პოლიტიკა, დავეხმარეთ ამ ოჯახებს, რათა იმ პერიოდამდე სანამ ზუსტად დადასტურდება და რაღაც ლეგალურ ჩარჩოებში სტატუსის მიხედვით მოიქცევიან ეს ოჯახები, მანამდე მათ კონდეთ ელემენტარული საარსებო საშუალება, იმდენად რამდენადაც ბევრ შემთხვევაში სწორედ სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ ერთადერთი მარჩენალი ოჯახის. ეს არის ერთი საკითხი. მეორე საკითხი არის თვითონ მოძიება, ადამიანების გადმოსვენება და მათი სათანადო პატივით დაკრძალვა. ჩვენ როგორც მოიხსენებოდა თუ თვალსადევნებთ, საკმაოდ მოკლე ვადაში ძალზედ ინტენსიური მუშაობა გავუწიეთ და თითქმის უმეტესობა ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები გადმოვასვენეთ, ან მათი ადგილსამყოფელი დავადგინეთ, თუ კი ასეთი ვერ მოხერხდა, მიმდინარეობს მუშაობა. საყვედურები რატომ არის? აი მაგალითად გუშინ იყო რეპორტაჟი, ხო? მოგონი ინფორმაცია იყო არა დაბაშიდან, რომლის ოჯახიც აი პირდაპირ საყვედურობდა თქვენს უწყებას, რომ არავინ ყურადღებას არც ერთი ოჯახი არ დარჩენილა დახმარების და შემწეობის გარეშე, ეს არის თალკი, როგორც მოგახსენეთ ერთი. მეორე რაც შეეხება თვითონ ძეც ამ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების. რა ხო ვიდრე ფული ხო? ადამიანს ვერ დიყვადარდებს ახლა. დავიფარო გეტყვით, რომ მეორე საკითხი არის ეს და მაგასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა, ეს არის ძალზედ ცნობილი საკითხი. ბევრ შემთხვევაში, როდესაც ახლობლებიდან ნათესავები, რა თქმა უნდა, ბუნებრივია სურვილით, რომ ჩაერთონ ამ პროცესში, საქმეს აფუჭებენ და ხშირად ცუდი შედეგები თავდება. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ მას შემდეგ, რაც უკვე ყველაფერი გახდება ცნობილი და დადასტურდება ზუსტად ამ პიროვნების ან ადგილსამყოფელი, თუ კი ცოცხალია, თუ არა, თქვათ, შესაბამისი სამუშაო ჩატარდება მისი გადმოსვენებისთვის, დნმ-ის ანალიზი ჩატარდება, შემდეგ უკვე დეტალებს ვაცნობთ ოჯახის წევრებს.
მაგრამ ეს არის პროცესი, რომელიც მეტწილად უკვე დამთავრებული არის რამოდენიმე საკითხი, რომელზეც მუშაობთ და იმის დამიხებით რა პროგრესი გვექნება, ძალზე რთული სამუშაო არის მოგეხსენება. ამას ზედმეტი ახსნა არ ჭირდება, როგორც კი გარკვეული წინ გადადგმული ნაბიჯები იქნება, ამას პირველივე იგებს საზოგადოება ჩვენი ვებგვერდის საშუალებით ბუნებრივი ოჯახები პირველ რიგში იგებს. აი იქიდან მე აქ ნაშრომი და იქიდან არის გადავარდნილი. მორიგი პოლიციური მკვლელობა, რომელიც შინაგანსაქმე და სამინისტროსთვის პრესტიჟის საქმე იქცა. დამტკიცებენ იმას, ბოლოს რაც ზევიდან აღსავალი. დავალებული არის სისტემის გამართლება. რატომ მოკლა პატრულმა გიორგი გამცემლიძე? სასიკვდილო გასროლას სანდუკელზე მოხდა. მას აბულაშვილს თავის მოქმედებაში ამ მომენტში სხვა არჩევანი არ გააჩნია. რა ხდება მაშინ, როცა საქართველოში განსასჯელის სკამზე პოლიციელები ხვდებიან? აქ საქალაქო სასამართლოში გასულ კვირაში ერთი საინტერესო პროცესი უნდა გამართულიყო. განსასჯელის სკამზე პატრულის თანამშრომელიც, რომელმაც 8 მაისს თბილისის ცენტრში ახალგაზრდა მოკლა. უკვე მერამდენეც პროცესი გადაიდო. მკვლელობიდან 6 თვის შემდეგ ჯერისად არ არის დადგენილი სინამდვილეში რა მოხდა ზანდუკელის ქუჩაზე. ოჯახი დარწმუნებულია, რომ გამოძიებამ სწორედ ის ვერსია დადო, რომელიც პატრულის თანამშრომელს დანაშაულს უმსუბუქებს. საქმის მასალებით და მოწმეთა ჩვენებებით ჩვენ რეალური სურათის აღდგენა შევეცადეთ. ნახეთ ისიც, როგორ აპროტესტებენ გიორგი გამცემლიძის მეგობრები მკვლელობას, რომლის ერთადერთი მიზეზი შესაძლოა უბრალოდ სიჩქარის გადაჭარბება გახდა. ეს პროტესტია. გიორგი გამცემლიძის მეგობრები ვაკის აბუცალის სასაფლაოსთან ასეთი ფორმით ამბობენ, რომ გადაჭარბებული სიჩქარის გამო ადამიანებს არკლავენ. ეს გიორგი გამცემლიძის კუთვნილი BMW-ს მარკის ავტომანქანაა. ეს ავტომანქანა 8 მაისს ღამის 2 საათზე გოგებაშვილზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. საპატრულო ეკიპაჟი მას რესტორან მაკდონალდსთან სანდუკელზე წამოეწია. სასიკვდილო გასროლას სანდუკელზე მოხდა. უგლანებით სამართალ დამცავებმა კოლეგის ქმედება ასე დააკვალიფიცირეს. სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით. ოჯახი ამტკიცებს, რომ პატრულის თანამშრომელმა უფლებამოსილებად გადააჭარბა და ყოველგვარი წესების დარღვევით გაისროლა, რასაც უიარაღო ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. გულიკო გამცემლიძე უკვე 9 წელია სამართალს უშედეგოდ ეძებს. დამტკიცებენ იმას, ბოლოს რაც ზევიდან აღსავალი. მე ასე დავალებული არის სისტემის გამართლება. არა აბუაშვილის ინტერესების დაცვა და რიგითი პატრულის, არამედ აი ამ სისტემის კიდევ ერთი კრახი, თვითონაც წარმატებული რეფორმა საპატრულო პოლიციის სიალამაზე, რომელმაც უამრავი უდანაშაულო ადამიანი უსახსნა, მათ შორის ჩემი შვილი. და არავინ არ არის დაზოული მომავალში შვილი იქნება საფრთხილად. გამცემლიძეების ოჯახმა გამოძიებას უნდობლობა საქმის გასნობისთანავე გამოუცხადა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათთვის ნათელი გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ქალაქის პროკურატურის მთავარი მიზანი. პატრულის თანამშრომლის მიერ იარაღის გამოყენების აუცილებლობის გამართლება და ბრალდებული თანამშრომლისთვის სასჯელის მაქსიმალურად შემსუბუქება.